დღეს მიმოვიხილავთ ძალიან საინტერესო თემას, რომელიც არის დაოსის ეკონომიკური ფორუმი და აი ამ საკითხზე ვიმსჯელებთ და შესაბამისად ძალიან საინტერესო აქცენტებსაც დავსვავთ პირდაპირ ეთერში. მოკლედ ესე იგი საქართველოსთან დაოსის ეკონომიკურ ფორუმს წარმოადგენდა ნინო ენუქიძე, ბიზნესი და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი და შესაბამისად ის გვიერთდება დღეს პირდაპირ ეთერში. ნინო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ნინო, უპირველეს ყოვლისა როგორ ჩაიარა ფორუმმა და რა ძირითადი აქცენტები იყო წარმართული? ფორუმი იყო მართლა ძალიან საინტერესო. ყოველწლიურად მოგეხსენებათ, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმი აერთიანებს გლობალურ ლიდერებს ტექნოლოგიების სფეროში, კულტურის სფეროდან, განათლების სფეროდან და ასე შემდეგ. შესაბამისად, ის მესიჯები, რომელიც გაჟღერდა, პრინციპში არის პროგნოზი თუ როგორ განვითარდება სხვადასხვა სექტორი და რა იქნება ყველაზე დიდი ტენდენცია ცალკეული სფეროს განვითარებისა. ცხადია, ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ინოვაციები, ტექნოლოგიები და განათლება, მათ შორის ინკლუზიური განათლება, ვინაიდან ეს იყო ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი და ხელოვნური ინტელექტი იყო ცალსახად დომინირებდა, როგორც თემა, რომელიც განურჩევლად სფეროსი სექტორისა თუ პანელური დისკუსიებისა, რომელიც დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ტარდებოდა და ფორუმი 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ყველა კონტექსტში იყო საუბარი ხელოვნურ ინტელექტზე და მოხარული ვარ ნამდვილად, რომ BTU-ში მიმდინარე AI პროექტები ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვპასუხობთ იმ მოთხოვნებს და მოლოდინებს, რომელიც გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებს გააჩნიათ მსოფლიოში. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და აი კიდევ ერთხელ მინდა განვავრცო ის თემა, რომ აი უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში დაპოზიციონირდა საერთაშორისო მიმართულებებით, აი ესეთ ძალიან დიდ სიმპოზიუმზე, როგორც არის დაოსის ეკონომიკური ფორუმი ღირსეულად. და შესაბამისად, ანუ თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, რომ როგორც ცოდნა, გამოცდილება გაგეზიარებინათ და ამავდროულად ის საერთაშორისო პრაქტიკა მიგიღოთ, რაც საერთაშორისო მიმართულებით არსებობს. ხო და აი შესაბამისად მე მინდა აი ეს ნაწილი განვავრცოთ ჩვენს დიალოგში, აი ინფორმაციის გაცვლა, გამოცვლის კომპონენტები, აი რა მიმართულებებით წარიმართა, ეხლა თქვენ ჩამოთვალეთ ის ძირითადი პუნქტები, მაგრამ აი ძირითადად აი რა მიმართულებით გავაზიარეთ თუნდაც გამოცდილება და რა მიმართულებით მივიღეთ ამ შემთხვევაში გარკვეული, ასე ვთქვათ, ნიუანსები. ჩვენი გამოცდილების გაზიარება მოხდა იმის გარდა, რომ ძალიან ბევრი ინდივიდუალური შეხვედრა იყო ჩანიშნული და ფაქტობრივად არ არსებობს ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური გიგანტი, მსხვილი კომპანია, რომლის წარმომადგენელსაც არ შევხვდი. ყველა ამ კომპანიას გააჩნია საგანმანათლებლო ინიციატივები, რომელიც მიმართული არის ახალგაზრდებში ციფრული წიგნიერების დონის ზრდისკენ, ან სპეციფიკურად მიზნობრივი ჯგუფი ყავთ გოგონები, ქალები, რაზეც ჩვენ წლებია უკვე მოგეხსენებათ მუშაობთ. ამის გარდა, ასე ვთქვათ, საჯარო ფორმატში გაზიარება ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის მოხდა 2 პანელურ დისკუსიაში. ერთი ეს იყო გეიცის ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, პანელური დისკუსია, სადაც მეწარმე ქალთა გაძლიერების მიმართულებით იყო health tech-ის სფეროში საუბარი, ჯანდაცვის ტექნოლოგიები ზოგადად ის სფერო არის, სადაც ბილ გეიცი და მისი ფონდი აქტიურად არის ჩართული, რომ ამ ტიპის ტექნოლოგიები განავითაროს და განსაკუთრებით საუბრობდით იმაზე, რომ ქალები, რომლებიც ქმნიან სტარტაპებს აღნიშნულ თემაში, აღნიშნულ სფეროში, როგორ შეიძლება რომ მხარდაჭერილი, მოხარული ვარ, რომ ეს დისკუსია არათუ საჯარო იყო და ჩვენი კონტრიბუცია აქ საკმაოდ მაღალი იყო, არამედ შემდგომში გაგრძელდა დიალოგი იმაზე, თუ საქართველოში როგორ შეგვიძლია ამგვარი მასშტაბური ინიციატივები ჩამოვიტანოთ და იმედი გვაქვს, რომ წელს უკვე მალევე დავაანონსებთ ახალ დიდ პროექტს აღნიშნულ სფეროში. მეორე, სადაც ჩვენი ცოდნის გაზიარება, ჩვენი გამოცდილება და პროექტები გავაზიარეთ, ეს არის მასტერკარდის სესია. მასტერკარდის გააჩნია ინკლუზიური ზრდის ცენტრი, რომელიც ინკლუზიური განათლების, ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე ინკლუზიური წვდომის მიმართულებით ძალიან დიდ ინვესტიციას ახორციელებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს. მასტერკარდის წარმომადგენლობა მოგეხსენებათ საქართველოშიც არის, შესაბამისად ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, რომ BTU-ს და მასტერკარდის თანამშრომლობა შედგება და მათი ინკლუზიური ზრდის ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტები საქართველოში მასშტაბურად განვითარდება. ძალიან კარგია ეს და საინტერესოა. მე მინდა აი აქვე ჩავაქსოვო ჩვენს დიალოგს
დიალოგში აი ეს ტენდენციებიც, რაც თვითონ აი ფორუმზე იყო. თქვენ ისაუბრეთ ძალიან კარგად, მათ შორის საგანმანათლებლო ნეტვორკინგის და ძალიან ბევრ სხვა მიმართულებაზე, ხო? მაგრამ ამავდროულად აი თვითონ პროცესები, ხა მე ვაკვირდებოდი ძალიან აქტიურად თქვენ სოციალურ ქსელებს, როცა იყავით დაოსის ფორუმზე და არაერთ სოფლიო ლიდერთან ჰქონდათ ფოტოც გადაღებული, ეხლა ამას ვიზუალიზაციის კუთხითაც ნაწილობრივ ხედავს ჩვენი მაყურებელი, მაგრამ აი მაინტერესებს აი რა გლობალური გეობიზნეს და გეოეკონომიკური ტენდენციები იყო გამოკვეთილი. აი ესეც მინდა რომ ჩავაქსოვოთ ჩვენს დიალოგში. რამოდენიმე თემა იყო, რომელიც ცალსახად გამოიკვეთა. ერთი, რომ არაფერი ვთქვა გრენლანდიაზე, რომელიც პრინციპში ყველაზე აქტუალური თემაა. ყველა სესიის ფარგლებში ყველაზე აქტუალური თემა იყო, თუმცა მე უფრო მეტად მაინტერესებდა ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიმართულებით ერთი რაც ვახსენე, ხელოვნური ინტელექტი ცხადია, უპრეცედენტო ლიდერი არის ნებისმიერ სფეროში, თუმცა ხელოვნური ინტელექტზე როდესაც მსჯელობენ კომპანიები, მათ შორის მსოფლიო ლიდერები, მსხვილი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, იყო ძალიან საინტერესო პანელური დისკუსიები, სადაც თქვათ რამოდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი განიხილავდა ხელოვნური ინტელექტის დანერგვის და ეროვნულ დონეზე მისი პოტენციალის მაქსიმალური დემონსტრირების შესაძლებლობებს სხვადასხვა big tech კომპანიებთან, როგორიც არის მაგალითად Nvidia ან Microsoft და ასე შემდეგ. საუბარი არის უსაფრთხოების საკითხებზე, ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად გამოყენების საკითხზე და ინფრასტრუქტურაზე. ინფრასტრუქტურა ყველაზე მეტად მინდა რომ ხაზგასმული იყოს ჩვენს დღევანდელ დიალოგშიც, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის აუცილებელი არის არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაგალითად დატა ცენტრები, მაგალითად ის სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს მის შეუფერხებელ ზრდას და განვითარებას, უზრუნველყოფს უსაფრთხოდ გამოყენების საკითხებს და ამაზე ძალიან ბევრი იყო საუბარი, განსაკუთრებით ევროპელი ლიდერებისთვის. დიდი გამოწვევა არის ის, რომ ინფრასტრუქტურულად ასე სრულფასოვნად მზად არ არიან, რომ დამოუკიდებლად მართონ AI-ს მომავალი და საჭირო არის დიდი თანამშრომლობა და პარტნიორობების დამყარება სხვადასხვა ქვეყანასთან. ეს შეიძლება იყოს ამერიკა მეტწილად და ის ორგანიზაციები, კომპანიები, რომელიც მხარდამჭერები არიან ამ პროცესში. ძალიან კარგია ეს ყველაფერი და ხო, ნუ ეხა აქტუალობა არაკლია დღევანდელ მსოფლიოს და აქტუალური თემების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, ნუ ეხა დაწყებული გრენლანდიით, დაწყებული სატარიფო კომპონენტებით, რომელიც ასევე დარწმუნებული ვარ, რომ იყო განხილვის საგანი. აი მე მაინტერესებს ეხა ყოველთვის აი დაოსის ფორუმიდან ფორუმამდე განათლებას ზოგადად ყოველთვის ეჭირა განსაკუთრებული როლი. შესაბამისად აი მე მაინტერესებს აი განათლების ნაწილი, თამასა როგორ იყო თვითონ წარმოდგენილი აი აღნიშნულ ფორუმზე და შესაბამისად აი თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვა, ტექნოლოგიები, ბიზნესი, მათი იმპლემენტირება პრაქტიკაში და ასე შემდეგ. აი ეს საკითხები რამდენად აქტიურად იყო გამოტანილი. ძალიან სასიხარულო იყო და არის ჩემთვის ის, რომ პრინციპში ყველა კომპანია, რომელიც იყო წარმოდგენილი და დავოსის ეკონომიკურ ფორუმს წელს ესწრებოდა დაახლოებით 3000 სტუმარი, ეს დელეგატები წარმოადგენდნენ ორგანიზაციებს, რომლებთაგან ფაქტობრივად არც ერთი არ იყო, ვისთანაც მე მქონდა საუბარი და ვისაც არ ქონდა ინკლუზიური საგანმანათლებლო ინიციატივა თავის ორგანიზაციაში. ის რომ ინკლუზიური განათლება არის მნიშვნელოვანი და ორგანიზაციები, კომპანიები იღებენ პასუხისგებლობას, რომ ამ მიმართულებით განახორციელონ ინვესტიცია, არა მხოლოდ მატერიალური ფულადი ინვესტიცია, არამედ ადამიანური რესურსის დელეგირება, დროის დათმობა, აღნიშნული თემების სტიმულირებისთვის ეს ძალიან სასიხარულოა. ჩვენთვის ეს არის დიდი შესაძლებლობა. იმიტომ რომ თუ ვამბობთ, რომ სოფლიო დღის წესრიგში ინკლუზიური განათლება და ტექნოლოგიებთან ინკლუზიური წვდომა არის მნიშვნელოვანი და ეს ჟღერდება ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეს რას ნიშნავს, რომ ინკლუზიური განათლება ეკონომიკური კეთილდღეობის საწინდარი არის და ამას აღიარებს მთელი მსოფლიო. მე განათლების სფეროს წარმოვადგენ, შესაბამისად ცხადია, რომ თუ კი რამე შესაძლებლობა არსებობს, რომ ჩვენ ქვეყანაში ასეთი ინკლუზიური განათლების ინიციატივები შემოვიტანოთ ინოვაციებთან ინკლუზიური წვდომის გავზარდოთ უბრალოდ ინოვაციებთან ინკლუზიური წვდომის შესაძლებლობა არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ თქვათ მაღალმთიან რეგიონებში, იმ მცირე ზომის ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ციფრულ ტექნოლოგიებთან წვდომის დონე დაბალია, ციფრული წიგნიერების დონე დაბალია. ეგეთი ტერმინი არსებობს AI
წიგნიერება, რომელიც ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის გარშემო რამდენად შეუძლია თქვათ ელემენტარული ოპერაციების შესრულება ადამიანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი უნარი არის დღეს. და ამ ტიპის წიგნიერების დონე ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით დაბალია. ამიტომ ის რომ დავოსის ფორუმმა ეს როგორც დღის წესრიგი დააყენა მე მაძლევს იმის იმედს, რომ საქართველოშიც და რეგიონშიც ბევრი ახალი პერსპექტივა გაჩნდება, რომ ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა შედგას. მოდით ახლა უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ის თანამშრომლობის ვექტორები და ვერტიკალები, რასაც უკვე ქართული საგანმანათლებლო სივრცეელის აი ამ კონკრეტული თქვენი ვიზიტიდან. შესაბამისად მე მაინტერესებს აი ბიზნესი და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ახლა თქვენ ახსენეთ რამდენიმე მემორანდუმის ნაწილი და შესაბამისად აი რას ველით უახლოეს მომავალში, გასაგებია კომპანიების კალიბრი და თამასა, მაგრამ აი უშუალოდ აი პრაქტიკაში რა ტიპის თანამშრომლობა გვექნება და აი რა ტიპის კომპონენტებით, ასე ვთქვათ, აღიჭურება და განვითარდება ჩვენი განათლების ეკოსისტემა. მე შემიძლია ვთქვა BTU-რას გააკეთებს როგორც კონტრიბუტორი, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სფერო გაძლიერდეს და რაც მთავარია ამ ეს სიკეთე მაქსიმალურად ყველა სტუდენტამდე მივიდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ სტუდენტი, პროფესორი და მთელი ეკოსისტემა მოიაზრება, მაგრამ პირველ რიგში სტუდენტებისთვის არსებულ ინიციატივებზე ვისაუბრებ. პირველი კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელოვნური ინტელექტის გარშემო ძალიან მასშტაბური გეგმები გვაქვს, ვიტყოდი უპრეცედენტო გეგმებიც გვაქვს. ჩვენ იცი სანდრო, რომ AI-ში ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს უკვე განხორციელებული, აგრეთვე შექმნილი გვაქვს სხვადასხვა AI პროდუქტები, რომელიც უპრეცედენტო არის არათუ საქართველოში, რიგ შემთხვევაში მსოფლიოშიც. მაგრამ მასშტაბების გაზრდას ვაპირებთ, რომ AI-ის ბაზაზე შექმნილი ციფრული პროდუქტების რაოდენობა გავზარდოთ მისი სეგმენტების რაოდენობა, ანუ იმ მომხმარებელთა რაოდენობა, ვისთვისაც ეს უფასოდ იქნება, ხელმისაწვდომი იქნება, სტუდენტი, პროფესორი, მცირე და საშუალო მეწარმე თუ ვინმე გარე პირი, რომელიც დაინტერესებული არის აღნიშნული პროდუქტის გამოყენებით, აგრეთვე ცალსახად გამოიკვეთა ის, რომ ბავშვები და მოზარდებისთვის ციფრული წიგნიერების დონის ზრდაზე მიმართული ინიციატივები ჩვენთვის პრიორიტეტი არის და ამაში ცალკეული შეთანხმებები გვაქვს უკვე მიღწეული, როგორც UNICEF-ის თქვათ AI-ის გუნდთან ჩემი შეხვედრის ფარგლებში, რაც დავოსში მოხდა, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების თანამშრომლობით და მხარდაჭერით, რომლებიც მზად არიან, რომ მოზარდთა ინკლუზიურ განათლებას შეუწყონ ხელი. და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს, აგრეთვე რაც არის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. ამ მიმართულებით ცხადია ვახსენებ გაეროს ქალთა ორგანიზაციას, მაგრამ არა მხოლოდ, აი თქვათ აი კადრებში, რომელიც ჩემი საუბრის დროს ეგრეთ წოდებული გადაფარვის კადრები ქვია, ხო, თუ სწორ ტერმინს ვამბობ, აი ამ კადრებში თქვენ ნახავთ ჩემს ფოტოს მასტერკარდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ქალთან, რომელიც ძალიან მოტივირებული არის და ჩართული არის მასტერკარდის აქტივობებში, რომელიც მეწარმე ქალთა გაძლიერებას და მხარდაჭერას ეხება და ცხადია, რომ ამ ინიციატივას საქართველოშიც განვახორციელებთ. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს აქცენტები და მესიჯები, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი ვიზიტი იქ. იმიტომ რომ ბევრი რამის გამო იყო მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, რომ საქართველო ამ შემთხვევაში იყო წარმოდგენილი განათლების სექტორის წარმომადგენლით და უნივერსიტეტის, წამყვანი უნივერსიტეტის რექტორით. და შესაბამისად, ანუ აი ყველაზე კარგად, ახლა მე არ მინდა არაფერი ეწყინოს და საწყენად არ მინდა ის თქვა, უბრალოდ აი ის იმპულსები და ის მესიჯები, აი როგორც განათლების სექტორის წარმომადგენლებს შეუძლია რომ მიიღოს, ისე გაუჭირდება ბევრს. აი ამ ყველაფრის პრაქტიკულ კომპონენტებში გადატანა. ამიტომაც ორმაგი დატვირთვა ჰქონდათ ან მით უმეტეს თქვენს ვიზიტს დაოსის ეკონომიკურ ფორუმზე. და ძალიან საინტერესო მესიჯებიც მათ შორის და დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ ყველაფერს უკვე პრაქტიკაში ძალიან მალე ნახავს ჩვენი საგანმანათლებლო ეკოსისტემა და ამ ყველაფერში იქნება ბიზნესი და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის როლი ძალიან მაღალი. ნინო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის და მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობოთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, მალე შედგება და არაერთ საინტერესო თემას მიმოვიხილავთ. დიდი მადლობა, პირიქით. ნინო ენუქიძე, ბიზნესი და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, პასუხობდა გადაცემა მონეტიზაციის კითხვებს.